2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი წარსდგება ქვეყნის პროგრამის კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი და წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მარკეტინგული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კონკურსის პირობები გააცნეს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ სარეკლამო მარკეტინგულ კომპანიას და საინიციატივო ჯგუფს შეუძლია. მსურველებმა რეგისტრაცია 9 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ. გამარჯვებულ პროექტს სპეციალური ჟიური გამოავლენს. შერჩეული პროექტი 50,000-მდე ლარით დაფინანსდება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გახსოვთ ის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ძალიან ეფექტურად შეუძლია ქვეყანას გამოიყენოს იმისთვის, რომ არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ მთელი თავის კულტურა წარმოადგინოს. ვესწრდება კონკურსი ქვეყნის პრეზენტაციის კონცეფციაზე და შესაბამის ლოგოზე და სლოგანზე. მე მინდა წარმატებები ვუსურვო იმ კომპანიებს ან საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონკურსი ძალიან დიდ გამოხმაურებას პოვებს საზოგადოებაში და ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი შემოვა.